მეგობრებო, კარგად გავატაროთ ხო ეს შაბათ-კვირა. ამ დასვენებას ძალიან კარგი თამაშით დავიწყებთ. დიდი ხანი გავიდა რაც თამაში ვითამაშეთ. აუ უკვე მეშინია. მე მიყვარს თამაშები. კარგი, თავარზე გადავიდით, გვაინტერესებს რა თამაშია. იმედი არ ამას ახალისო და საინტერესო იქნება. ეს თამაში თინეიჯერებისთვის არის, ამიტომ მოგეწონებათ. კარგი, გოგოებისთვისაც გვაქვს და ბიჭებისთვისაც. თამაშის წესები ესეთია: ერთ გოგოს ავირჩევთ, თვალებს დახუჭავს, დავატრიალებთ. ხო, შემდეგ ხელს ვისკენაც გაიშვერს, იმას აკოცებს. ხო, ბიჭებისთვისაც ასეა, ბიჭს ავირჩევთ, თვალებს დახუჭავს, დავატრიალებთ, ვისაც აირჩევს, აკოცებს. აბა, ხო გინდათ თამაში. მაგარია. არა, ჩვენ არ გვინდა, იმიტომ რომ ბაჯეტში ლიდერები აქ არ არიან. ხო, და ჩვენ ბაჯეტში ლიდერების გარდა არავის არ ვაკოცებთ. ჩვენც არ ვაკოცებთ კალად ბურთელებს. კარგი, მთავარია დრო, ტომას უნდა მოვარტყა. კარგი, აბა დავიწყოთ, სახალისო იქნება. სხვადასხვა მე და იანაც ვითამაშებთ. კარგი, ვინ იქნება პირველი გოგო? აბა მეგობრებო, ვინ იქნება? მე ვფიქრობ, რომ ჯიჯი. ჯიჯი. მიდი, ჯიჯი, მიდი. აუ მე რატომ პირველი? ჯიჯი, მოდი ეს დაიფარე. ბიჭებო, ადგილები გაცვალეთ. კარგი, ჯიჯი ტრიალებს და აბა აირჩიე. ჯიჯი! ვაიმე რაიან, ერთი სული მაქვს. ჯიჯი, ეს არ მომწონს. პატრიკ, ეს უბრალოდ თამაშია. კარგი, 1, 2, 3. სულ გავაკეთე. არაფერი არ იყო, ძალიან მარტივია. კარგი, ახლა თქვენ აირჩიეთ, რომელი ბიჭი გააკეთებ, რომელი ბიჭი დატრიალდება. გოგოებო, შეიძლება შემდეგი მე ვიყო, გთხოვთ. რატომ? იმიტომ რომ მინდა რომ მასკოტს ვაკოცო. კარგი, მე ავირჩევ. მე ვირჩევ აის. ხო, აის. მიდი აის, მიდი. პიცა იმედია შენ აგირჩევ, წინას არ ბოდიში. კარგი, თვალებს ვუხვევ. გოგოებო, ადგილები გავცვალოთ. შეიძლება მეშუაში? პიცა. აბა აის, იბოვე შენ შეყვარებულს. იმედი მაქვს. კარგი, აის, დატრიალდი. მიდი, აირჩიე გოგო. რა? არა. კარგი რა, აის, აქ ვიყავი, ჩემი სუნამოსუნი ვერ იგრძენი? 1, 2, 3. მე უარს ვამბობ. არ მისპის, არ მოგწონ ვარ. ნენსი, ეს უბრალოდ თამაშია. ყველაფერს გავაკეთებ გარდა კოცნისა. მასკოთ ხო არის ბაჭიები სად არიან? მინდა რომ მე ამირჩიო და მე დიანას ვაკოცო. გზაში არიან, მალე მოვლენ. კარგი, ნენსი უარს თუ იტყვი, თამაშიდან გავარდები. ხო, აქ სამართლიანად თამაშობთ. ნეტა უარი თქვას. პიცა, კარგი რა, უბრალოდ მეგობრული კოცნაა. ხო, მეგობრული კოცნით იწყება და შემდეგ აისმა რომ აკოცოს და მოეწონოს. აბა, რა გადაწყვეტე? კარგი, არ მინდა გავარდნა. 1, 2, 3. ეს ნამდვილი კოცნა არ იყო, არ ითვლება. კარგი ბიჭებო, ახლა თქვენ ირჩევთ გოგოებს. აის. ახლა სოფი. ჯანდაბა, შენ რატომ აგირჩიეს? მე უკეთესი ვარ. ბლონდი მოიხსენი ეგ გვირგვინი რა. კარგი, სოფი, ნახოთ აბა შენ ვისაკოცებ დღეს. საუკეთესოს ავირჩევ. ბიჭებო, ადგილები გაცვალეთ. ბიჭები ძალიან მორცხვები არიან, ყველას ეშინიათ რომ აირჩევენ. კარგი, სოფი, დატრიალდი. აირჩიე. ვა, სმაილ გიგოცავ, გომოშოს კოცნა მოგიწევს. არა, სმაილ, მიდი, ეს უბრალოდ თამაშია. სმაილი ავირჩიე? აუ ეს თხარა იღბლიანია. რა მაგარია. მიდი, სმაილ, აკოცე. და არ შეიძლება რომ ბაჭიებს დაველოდოთ. აქ რო ბაჭიები ყოფილიყვნენ, აუცილებლად იანას ავირჩევდი. სმაილ, ბანი აქ არ არის. 1. ვაუ, გოგოებო, ამას შეხედეთ, აქ რა ხდება? მგონი რაღაც თამაშობენ. დიანა, შეხედე, სმაილი სოფის კოცნის. რა? სანამ ჩვენ ვსეირნოდით, ამათ უყურე რას აკეთებდნენ. ბაჭიებო, რატო დაუგვიანეთ? ოდნავ ადრე მაინც მოსულიყავით. მე კალად ბურთელს ვაკოცე, გამარჯობა, რა თამაშს თამაშობთ? კოცნის თამაშს? და ვინ ვისაკოცა? დიანა, ამას არასდროს გაპატიებ, აქ რომ ყოფილიყავი, შენ აგირჩევდი. სმაილ, აქ არ ვიყავით, მაგრამ დავინახე, რომ ბაყაყებთან კოცნა კარგი იყო, არა? კარგი მეგობრებო, ახლა ყველანი აქ ვართ და თამაში გავაქცევთ. კარგი, გოგოებო, ბიჭი აირჩიეთ. აბა შემდეგი ვინ იქნება? ტიმური! ხო! არა, მორჩა, მე აღარ ვთამაშობ, არ მინდა რომ ჩემი შეყვარებული გავუბრაზო, თუ შემთხვევით მას ვერ ავირჩევ. ვა, ვითომ ძალიან მაგრამ მოიქცა, არა და უბრალოდ შიშარა ხარ.
კარგით რა ბიჭებო, მე არ მადარდებს ჩვენ ვის აკოცებს. აკოცეთ ვისაც გინდათ და ჩვენ შემდეგ შემანქანა დააპარკინგეთ, წავედით. დიანა, ჩვენ არ უნდა ვითამაშოთ? ნობა, გინდა აქედან რომელიმე საკოცო? არა, მაშინ აქ აღარაფერი გვესაქმება, წავედით. ერთი ამათ შეხედეთ, ხო არ უნდათ თამაში. კარგი მეგობრებო, მოდი თამაში გავაგზავნოთ. მე წავიდე. ჩვენ წავედით. ძალიან იყულიანები ხართ. ჯანდაბა, ახლა აღარ თამაშობ. წამოდით გოგოებო. აუ, როგორი ბედნიერი ვარ, იღბლიანი ვარ, კალათბურთელს ვაკოცე. გამარჯობათ ბავშვებო, ამ შაბათ-კვირას წასული ვიქნებით. ზიანას მშობლების სახლში ვართ. გაერთეთ ზიპი და ზიანა. ჩემი ძმა გაიზარდა. კარგი რა, ხო იცი რომ უკვე ძალიან დიდი ხანია რაც გაიზარდა. ჩვენ მოგშორდა. ზუპ, ზაკ, არაფრის თქმა არ გინდათ? ზიპი ახლა სხვა სახლში ცხოვრობს. სალინა, უბრალოდ შენგან გაიქცა. ეს სასაცილო არ არის. სალინა, მალე ჩვენ სწავლობთ. მალე დასრულები გავხდებით. ხო, შეყვარებულს ვიპოვოთ და დავქორწინდებით. და საწახვალთ, ჯერ დამოუკიდებლები არ ხართ. კოსტია, ესენი რომ დაქორწინდებიან, მე მარტო უნდა დავრჩე, როგორ გავუძლებ? არ ინერვიულო, მე ყოველთვის შენთან ვიქნები. სალინა, არ მისმის რაზე დირი. ზიანას რაღაცეები ისევ აქ არის, თან ბრენდულები, აუცილებლად უკან დაბრუნებია. ხო, აი აქ წერია, რომ ზიანას სახლში წავიდნენ, მხოლოდ ამ შაბათ-კვირას. ხო და მორჩა შეგიძლია აღარ იდირო. ჯერ შაბათ-კვირაა და მე სამუდამოდ იქნება. კოსტია, ეს ჩემი ძმაა, ჩემი პატარა ძმა, ზიპია. სალინა, მგონი ხვდები რომ ახლა ძალიან დასტრესილი ხარ. რამე ცხოველი გჭირდება. კატანძაღლი ხო არ მოვიყვანოთ. არა, გველი ჯობია. სალინა და გველი კარგად იმეგობრებენ. ერთმანეთს ყორენ. არ არის სასაცილო. კოსტია, მართალია, გველი მინდა. სალინა, მაშინ მომიწევს რომ ეს გადავიდე, გველების მეშინია. კოსტია, საერთოდ არ არიან საშიშები, ძალიან საყვარლები და მაგრები არიან. მე ის მინდა, ზოლები რომ აქვს. ხო, ზოლიანი. კოსტა, ხო გეუბნებოდი სალინა გველია თქო. საკუთ, მე ქვე წარმოლები მიყვარს და სალინა თუ გველს მოიყვანს, მაშინ მე ნიანგს მოვიყვან და მე გარეთ გავასიერინებ ხოლმე. ზუ, ხო კარგად ხარ, ნიანგმა ნამდვილ ბუნებაში უნდა იცხოვროს, აქ კი არა. აქ გარშემო საკმარისი ბუნებაა, შეგვიძლია ჯუნგლებიც მოვაწყოთ. სალინა, შენი ძმები უკვე ძალიან მაშინებენ და შენც. კოსტია, დასაკარგი დრო არ გვაქვს, წამო, გველი უნდა ავარჩიოთ და ზიანას დავარქმევ. კარგი, ხო სალინა, თანახმოვარ, ოღონდ რამე ჩაკეტილ ოთახში თუ იცხოვრობს, გველების მართლა ძალიან მეშინია. კოსტია, წამო, ავარჩიოთ. კარგი ზალინა, მიდი გველი აირჩიე, მაგრამ იცი საერთოდ რა უნდა აჭამო? ხო, პაჭიები და თაგვები. ამის გაკეთება შეგიძლია? ზალინას ყველაფრის გაკეთება შეუძლია და თუ გველი ზალინას შეჭამს, ამას გავაკეთებ. საკად. მე კიდე ავდგები და ამას გავაკეთებ. კოსტია, მოდი ავარჩიოთ, მე აი ეს მომწონს. დიანა, მართლა არ გადარდებს? ისე იქცევი, თითქოს არ გადარდებს. არა, კნოპა, მადარდებს. ხო და რატომ არ თქვი მაშინ არაფერი? ნასია, რას ვეტყოდი? სმაილი და მე ერთად აღარ ვართ. მერე რა, დიანა? თქვი რომ არ იყოს სასიამოვნო. რა თქმა უნდა, კნოპა არ იყოს სასიამოვნო. სმაილმა ბაყაყს აკოცა და დაინახე რა ბედნიერი იყო ეს სოფი. ხო, რა თქმა უნდა, ბედნიერი იყო. პირველად აკოცა კალათბურთელს და წარმოიდგინე მართლა როგორი ამაყი იყო. ნეტა სმაილი საერთოდ როგორ დასთანხმდა ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, დასთანხმდა, ჩვენ მასთან ერთად აღარ ვართ. და ახლა ხალხი თიც მოგუშვებს და იტყვიან რომ ჰაჰა, ბანი კალათბურთელებმა ბაყაყებში გაქცვალეს. დიანა, მაშინ ან სმაილთან ან ტიმურთან იყავი და ნასწია შენ რომეოსთან. და შენ კნოპა, მე რა, სმაილს და ტიმურს დიანა უყვართ, მე არავინ არ მყავს. რა საშინელებაა, ვერცერთს ვერ ავირჩევ, არ მინდა რომ გული ვატკინო. მაგარია გოგოებო, მალე ახალი სახელთვლით ბანი მარტოხელები. ხო და ბაყაყები კალათბურთელებთან იქნებიან და გოგოებო, არ უნდა წასულიყავით, ყველაფერი გამოტოვეთ. არაფერს გაგონდა არ მინდა. გოგოებო, სოფი კარეთ დარბის და ყვირის რომ სმაილთან ერთად იქნება, კალათბურთელების კაპიტანთან და ქერას კიდე ტიმური მოეწონა და ახლა ეფერდავება. ესე იგი სოფის გაუმართლა. ხო ხდება ხოლმე საუკეთესოები ყველაზე ცუდებთან მიდიან. ბაყაყებთან როგორ წავიდნენ? არა გოგოებო, კალათბურთელები არაფერ შუაში არ არიან. ეს ყველაფერი გომბეშვებზია. ისინი თქვენი ადგილის დაკავებას აპირებენ და ამას კალათბურთელებთან ერთად ყოფნით აპირებენ. მასკოტ, გულწრფელად იმისთვის მოხვედი რომ ხასიათი გაგვიფუჭო? მასკოტ, უკვე გაფუჭებული გვაქვს. დავინახეთ სმაილმა და სოფიმ როგორ აკოცეს ერთმანეთს. დავინახეთ. ხო, ოცნა იყო, მაგრამ ეს მაინც არ უნდა. ეს თამაში უბრალოდ გომბეშვებმა გამოიყენეს. ახლა კიდე უნდა წახვიდეთ და მას თავიანთი ადგილი აჩვენოთ. მასკოტ, მადლობა რომ ჩვენი ერთგული ხარ, მაგრამ არავისთან არაფერს არ ვაპირებ. ხო, ბაყაყებთან ყოფნა თუ უნდა, იყვნენ. მწვანე შუქი აქვთ. გოგოებო, მე უბრალოდ ხედავ, რომ ჩვენი გუნდი ამის გამო შეიძლება დაზარალდეს. არა, მასკოტ, ჩვენი გუნდი ბანი არ დაშავდება. ხო, ბანი ყოველთვის იქნება და რო რამე მაინც წავალთ და ბუბალეში გებთ ამ კალათბურთელებს. ჩვენ მაგარი ჩერლდერები ვართ და ნებისმიერ კალათბურთის გუნდს წარმატებას მოვუტანთ. გოგოებო, კარგია, ასე გააგრძელეთ, მომწონს თქვენი დამოკიდებულება.
კარგი, ახლა მიდი და შენი კრევატის პასტა ჭამე. ჩვენ აქ გოგოების საუბარი გვაქვს. ხო, მნიშვნელოვანი. გოგოებო, კარგი, მე წავედი, საუკეთესოები ხართ. ხო, გოგოებო, შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ შინაგანად რაღაც მჭამს. კარგი, სხვათა შორის ეს შემოწმეთ, ჩემი ახალი ჩანთა. მოგწონთ? მაგარია, დიანა. გოგოებო, იცით რა, წამოდით ტერასაზე გავიდეთ, თბილი ლატე დავლიოთ. ხო, ნიკაპი მაღლა. და ვუყუროთ კალათბურთელებს ბაყაყებს როგორ ესაუბრებიან. გოგოებო, ძალიან ბედნიერი ვარ, კალათბურთელს ვაკოცე. კარგი, ნუ ღარ ყვირი ამის შესახებ. სხვათა შორის შენმა კოცნამ გააჩერა თამაში და მე ტიმურისთვის მინდოდა მეკოცნა. გოგოებო, დაწყნარდით, უბრალოდ თამაში იყო, კალათბურთელები ჩვენთან მაინც არ იქნებიან. აუ, რატომ ხარ ასეთი ნეგატიური? კალათბურთელები პრინცები არიან თუ რა? კალათბურთელებო, რატომ გვაშინებთ? გოგოებო, რისი გეშინიათ? ბიჭებმა დააპიპინეს უბრალოდ. Smile, გამარჯობა. Smile, გონი სოფიას მოწოხარ. ხო, ვიცი. არა, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, უბრალოდ გაიციეთ. გომბეშოები ნეტარაზე უცნებობენ. რაზე და ჩვენზე, კალათბურთელებზე. გოგოებო, შეგიძლიათ გაიციოთ და გაგვატაროთ, თუ ვერ შორდებით ერთმანეთს. ხო, სოფი, იმედები უნდა გაგიცრო, მაგრამ Smile-ს არ მოსწონხარ. არა, უბრალოდ თავი მაგრად მოაქვს. Smile, კარგი რა, იქნებ გავისეირნოთ. Smile. რატომ ჩერდებით? აბა, კიდათ გავეხმროთ. ხო, მოდი. გოგოებო, მანქანა მოგწონთ. კი. კიდათ გაგასეირნოთ. კი. დასხედით თუ დაედევით. ახლავე. ბლონდი მოიცადე, ჩემი შეყვარებული ატარებს. გოგოებო, ცოტა ფრთხილად იყავით. ხო, იცით ეს განსაკუთრებული მანქანაა. მზად ვარ, წავედით. დიმა, ნახე რა მაგრები არიან. და რა ვქნა, ჩემი მანქანა გაფუჭდა. ხო და გააკეთე, მეც მინდა სიარული. დიმა, ლორენც რატომ არ პასუხობ? ნახე როგორ გეჩხუბება, რა არის ეს? ჰეი, მე ჩემს შეყვარებულს ველაპარაკები, შენ რას აკეთებ? ლორენ, იცი რა, გონი ნენსი შენზე უფრო მეტად მომწონს. უფრო წყნარია, შენ კიდე ყოველთვის ყვირი და ძალიან მოროდი ხარ. რა? რამე არის, რაც არ ვიცი? ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა, შენ ისტორიჭკა ხარ. წამო ნენსი, აბა გავიდეთ უკან. დიმა, დამელოდე დაუბრუნდები. წამო. გოგოებო, ჩემ გამო არ იჩხუბოთ, ვიცი რომ მაგარი ვარ, მაგრამ მაინც არ გინდათ. კარგი, აისი და მისი გემრიელი ლატე მჭირდება. ახლავე დავურეკავ და უთხრა რომ ზეფირიც ჩაოთ და გვიმატოს. კარგი, ლუზერებს ვხედავ, მაგრამ კალათბურთელები არ არიან. ჩვენს მანქანას აპარკინგებენ და გავიწყდა. გამარჯობა, აის. მისმინე, შენი გემრიელი ლატე გვინდა ზეფირით. ტერასაზე ვხედავთ. ხო, გეოლდებით. ჯიჯი, ახლავე უნდა გადაწყვეტო, მე თუ ის. ეს უბრალოდ თამაში იყო. პატრიკ, რატომ მეჭვიანობ? ყველა კოცნიდა ყველას. არა, მე არ კოცნდი არავის. ხო, ჩახჭული, სწორად მოიქეცი. კარგი დღე გქონდათ, ითამაშეთ და თქვენ მეჭვიანობამ გააფუჭა ყველაფერი. ხო, მე მონაწილეობაც ვერ რა, მივიღე. ეგრე ძალიან გინდოდა? ხო, რავი. მოგლე, ჯიჯი, მე დავინახე როგორ გაკოცა და ძალიან უხარუდა. ჯიჯი, მგონი მომიწევს ხონერად დაველაპარო. არა, რაიან, ჩხუბი არ არის საჭირო. ვაიმე, ამას შეხედეთ, ამ თამაშს კარგი მართლა არაფერი მეუტანია. ბაყაყები და კალათბურთელები ერთად. ვაუ, კალათბურთელებო, ძალიან მაგრები ხართ. ბანი, როგორ არ გაფასებდათ, ასეთი მაგრები რომ ხართ. ხომ გითხარით ეს იმიტომ, რომ მე და Smile-მა ვაკოცეთ. Smile, ეს გაიგონე? ვა, Smile, სოფისთან იყავი? არ მესმის, ეს რა არის? უთხარით რომ დაეპარკინგებინათ მანქანა. და ამათმა გადაწყვიტეს რომ ბაყაყები წაიყვანათ სასეირნოდ. გაგიჟდით? გოგოებო, ძალიან სახიფათოა, ნახეთ კალათბურთელები და ბაყაყები ერთად. აუ, მე ახლა არ გუჭირდები აქ რა. Smile, ეს რა არის? სულ გააფრინეთ? ვა, როგორ შესაძლებელი დრამა იქნება, კალათბურთელები და გომბეშოები. სერიოზული ქიმია. მეგობრებო, გომბეშოებო, ჩვენი მანქანა დროზე გადადის და თქვით რომ უბრალოდ ჩაგვიხდით. არა, ვიტყვით რომ თქვენ დაგვპატიჟეთ. და უკან რატომ იხევთ? ხომ კარგად ვერთობოდით? გომბეშოებო, ძალიან გთხოვთ, მანქანა გადადით. ეს მანქანა ჩემი არ არის და დიანა არასდროს არ მაპატიებს. გოგოებო, ეს ჩვენი ბრალი მართლა არ არის. გომბეშოები მანქანაში თავისი ჩაგვიხდნენ. ხო, ჩვენი ბრალი არ არის. კალათბურთელებო, მიზეზები საჭირო არ არის. მასკოტმა ყველაფერი გითხრა. ბაყაყებო, კიდევ ვცდილობთ რომ ჩვენზე უკეთესები იყოთ, არა, ჩვენიც მანქანაში და ჩვენ ბიჭებთან? კნოპა რა? ვაიმე, შემთხვევით თქვენი ბიჭები აღარ არიან. Smile-ს მე მოვწონვარ და ტიმური ჩემთან ერთად იცინოდა. კარგად, კალათბურთელებო, გნახავთ. კალათბურთელებო, გინდათ რომ გადმოგიყვანოთ თუ თქვენით გადმოხვალთ? ჩვენ უბრალოდ გახმრება გვინდოდა. კალათბურთელებო, ამჯერად ზედმეტი მოგივიდათ. გითხარით რომ დაგეპარკინგებინათ მანქანა, ბაყაყები კი არ გაგესეირნებინათ. გოგოებო, თქვენ ხუმრობა არ გესმით.
ჩვენ მართლა გვიყვარხართ და გვინდა რომ შეგერიგდეთ. ხო და დიანა, მე და ტიმურმეს გადაწყვეტილება მივიღეთ და იმაზე თანახმოვართ, რასაც შენ გადაწყვეტ. მე თუ ტიმური. გასაღები. ძალიან დამღალეთ კალათბურთელებო, ძალიან დამღალეთ. ბოდიში, უბრალოდ გართობა გვინდა და თქვენს გარდა არავინ არ გვიყვარს. ხო, როგორ არა? გოგოებო, წავიდეთ, გავისეირნოთ. ხო, გავისეირნოთ. კარგი, შოუ დამთავრდა. ახლა ის გავაგრძელოთ. პატრიკი თუ რაიანი? არც ერთი. აუ, ყველა მოღალატეა, ბავშვებო, ყველა მოღალატეები არიან. თავარია, რომ ერთმანეთი მაინც ყავს. კარგი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს აუცილებლად. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად.